თუ გინდა ისე პროდუქტიულად იცხოვრო, რომ დღეში იმდენს ასწრებდე თითქოს დრო გაჩერებულია, მაშინ ეს ვიდეო ზუსტად ჩვენთვის არის. დღეს გაგიზიარებ პროდუქტიულობის 3 პრინციპს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარება, რაც მეც მეხმარება. პირველი არის პარეტოს პრინციპი. პარეტოს პრინციპი, ანუ 80-20-ის წესი, შეიძლება გაგონილს გქონდეს. იდეა მარტივია, ყველაფერში დროის, ენერგიის, შრომის, ზოგადად შედეგის 80% მოდის მოქმედებების მხოლოდ 20%-დან. ამავე პრინციპის თანახმად, სიმდიდრის 80%-ს ფლობს მოსახლეობის 20%, ხოლო ბაზრის 80% უკავია ბაზარზე მოთამაშეების 20%-ს. ანუ შენი დღის მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა რეალურად გწევს წინ. ზოგადად რა არის პროდუქტიულობა? პროდუქტიულობა არის თუ როგორ ამენეჯმენტებს შეზღუდულ რესურსებს, შენს დროს, ენერგიას და ყველაფერს, რადგან შენს იმდენივე დრო გაქვს, რამდენიც ჰქონდა ლეონარდო და ვინჩის, სტივ ჯობს და ასე შემდეგ. რო გადავიტანთ პარეტოს პრინციპი პრაქტიკულობაში, ყოველდღიურობაში. თუ დღის მანძილზე გაქვს 10 ტასკი, აქედან სავარაუდოდ 8 არის სრული დროის კარგვა, ანუ სრული დროის კარგვა შეიძლება არ იყოს, მაგრამ დროის კარგვა, ხოლო რეალურ შედეგს დარჩენილი 2 გაძლევს. ანუ პირველ რიგში განსაზღვრული უნდა გქონდეთ რა ტასკებს აკეთებთ, იმედია გაქვთ განსაზღვრული და შემდეგ უნდა მოახდინოთ მათი პრიორიტეტიზაცია. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს. უნდა განსაზღვროთ ის 2 ტასკი, რასაც ყველაზე მეტად მიხავხართ თქვენს მიზანთან. მაგალითად, სტივ ჯობსი თვლიდა, რომ არსებობს signal and noise, ანუ სიგნალი და ხმაური. სიგნალი იყო ის, რაც რეალურად დაეხმარებოდა მის კომპანიას წინსვლაში, ხოლო სხვა ყველაფერი ხმაური. ყოველდღე მას ჰქონდა განსაზღვრული რამდენიმე, 2, მან 3 სიგნალი, რაც მომდევნო 18 საათის განმავლობაში უნდა შეესრულებინა. შეგიძლიათ თქვენი ტასკების ამ პრინციპით დაახოთ. რა თქმა უნდა, ხმაური მაინც იქნება, ხმაურს თლიანად ვერ ჩაახშობთ, ბოლომდე ვერ აირიდებთ დავიდან, მაგრამ ის მაინც გეცოდინებათ რა არის სიგნალი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, ფოკუსი და სად უნდა ჩადოთ თქვენი ენერგიის უდიდესი ნაწილი. ან რომელი ტასკები უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა ყველაზე პროდუქტიულები ხართ, დილით მაგალითად. უმჯობესი რა თქმა უნდა დაიწყოთ სიგნალით, ანუ რაც რეალურად თქვენს ბიზნესს წინ წაწევს. ოკეი, დაუბრუნდეთ პარეტოს პრინციპს. პარეტოს პრინციპი რომ გავაორმაგოთ, პარეტო კვადრატში. ანუ იმ 20%-შიც ვეძებთ კიდევ 20%-ს, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს შედეგის 64%-ს. ანუ საბოლოო ჯამში მხოლოდ 4%-იანი ძალისხმევით შეგიძლიათ მიიღოთ 64%-იანი შედეგი. ეს მუშაობს, ეგრეა, ჩემი მოგონილი არ არის. მსოფლიოს 191 ქვეყნის ჯამური მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით არის 78 ტრილიონი დოლარი. აქედან პირველი 19 ქვეყნის, ანუ ქვეყნების 10%-ის მშპ არის 63 ტრილიონი დოლარი. ანუ მთლიანი მსოფლიოს სიმდიდრის 91%. ანუ მსოფლიოს ქვეყნების 4% ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ს. ოკეი, გაორმაგებული პარეტოს შემთხვევაში დაუბრუნდეთ იმ 10 ტასკს, რაც ჩამოვწერეთ. მაქედან შევარჩიეთ 2, რომელსაც ყველაზე მეტად მიხავხართ თქვენს მიზანთან და ეგ 2 ტასკი კიდე შეგიძლიათ რომ დაშალოთ ქვეტასკებად. მაგალითად ბიზნესში შეიძლება გქონდეთ კვირაში, ხანდახან დღეში 100-მდე ამოცანა, მაგრამ რეალურად 2-3 სტრატეგიული გადაწყვეტილება განსაზღვრავს თვის შედეგს. დაადებ თუ არა შენს პროდუქტს სწორ ფასს, მოიზდავ თუ არა ახალ კლიენტს, აიყვან თუ არა გუნდში სწორ ადამიანს. ანუ თქვენი საბოლოო ჯამში 20%-იანი ტასკებიც უნდა დაშალოთ და ეცადოთ მაგ დაშლილი ქვეტასკებიდან ამორჩიოთ ის, რაც ყველაზე მეტ შედეგს მოგცემთ იმ დღესაც და ზოგადად თვის ჭრილშიც. მხოლოდ ამ პრინციპის შემოღებაც კი გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას 2-ჯერ ან 3-ჯერ, შეიძლება მეტადაც. კარგი, გადავიდეთ მეორე პრინციპზე. ზეიგარნიკის ეფექტი ქვია ამ მეორე პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუმთავრებელი ამოცანები რჩება ჩვენს ტვინში და გვიბიძგებს, რომ დავასრულოთ. ეს ფსიქოლოგიური ეფექტია და ის შეგიძლია შენი სარგებლისთვის გამოიყენო. აღმოაჩინა თვითონ ზეიგარნიკმა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ვენაში რესტორანში იყვნენ, მან და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ იმტანებს შეეძლოთ შეკვეთების დამახსოვრება ქაღალდზე ჩაწერის გარეშე. თუმცა მას შემდეგ რაც კლიენტებმა თანხა გადაიხადეს, ანუ ტასკი ჩაიხურა, იმტანებს დაავიწყდათ შეკვეთის დეტალები. ამან დაინტერესა ზეიგარნიკი და გადაწყვიტა ეს ფენომენი უფრო დეტალურად შეესწავლა. შემდეგ ჩაატარა ექსპერიმენტები ქალბატონმა ზეიგარნიკმა და მოკლედ მუშაობს. ექსპერიმენტების სერიაში მონაწილეებს თხოვეს შეესრულებინათ მარტივი დავალებები, როგორიცაა ძივების ძაფზე აგება, თავსატეხების აწყობა ან მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. მონაწილეთა ნახევარს ამ დავალებების შესრულებისას შუაში შეაწყვეტინეს 1 საათიანი ნოლდენის
შემდეგ ზეიგარნიკმა მონაწილეებს თხოვა აღეწერათ რაზე მუშაობდნენ. მან აღმოაჩინა რომ იმ ადამიანებს რომლებსაც შუაში შეაწყვეტინეს ორჯერ უფრო მეტად ახსოვდათ რას აკეთებდნენ ვიდრე იმ ადამიანებს რომლებმაც ბოლომდე დაასრულეს დავალება. მოკლედ, შენი მიზანი არ უნდა იყოს რომ დაასრულო საქმე. შენი მიზანი უნდა იყოს რომ დაიწყო. ეს შექმნის ტვინში პატარა წნეხს რომ მიუბრუნდე და გააგრძელო. შეიძლება დაიწყო სულ მცირედით, ხოლმე ერთი ნაბიჯით მინიმალური, სანამ გაიაზრებ ნუ საერთოდ რა მოხდა, შენ უკვე პროცესში იქნები ჩაფლული და ეცადე რომ დაწყება მაქსიმალურად გაამარტივო. მე პირადად როგორც კი ვიწყებ ვიდეოებისთვის სკრიპტების წერას, მაგალითად, ფიზიკურად ვერ ვჩერდები სანამ არ დავასრულებ. არ უნდა დაელოდო მოტივაციას, ზოგადად რაღაცის დაწყება შობს მოტივაციას. სხვა შორის, თუ გინდა რომ თავი არიდო თუ ჩვევას, მისი დაწყება უნდა გაართულო. ამ ჩვევაზე და ზოგადად ჩვევებზე, ატომური ჩვევების წიგნში ძალიან კარგად, იდეალურად არის აღწერილი. ყველაფერი და გირჩევ რომ წაიკითხო. როგორ შეგიძლია რომ ახლა ეს ზეიგარნიკის ეფექტი გააღრმავო? ცუდ ჩვევებს შეგიძლია რომ დაადო ბლოკერები. მაგალითად, თუ ხშირად სკროლავ სოციალურ მედიას, საკუთარ თავს შეგიძლია აუკრძალო გაღვიძებისას პირველი 1 საათი ტელეფონში ჩახედო, ან დაძინებამდე ბოლო 1 საათი. ასევე თუ ხშირად სკროლავ Facebook-ს, სამუშაო პროცესს, შეგიძლია რომ feed-ის ბლოკერი extension-ი გამოიყენო, რომელიც feed-ს მთლიანად გაგიქრავს და მხოლოდ მესიჯებს დაგიტოვებს. მოკლედ, ზეიგარნიკის ეფექტის მიხედვით მთავარია დაწყება. დაწყება მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად და დანარჩენი უკვე შემდეგ თვითონ მოხდება. მაგალითად, თუ გიჭირს საქმეზე კონცენტრირება ან გრძნობ ფრუსტრაციას, შეგიძლია რომ უბრალოდ კომპიუტერთან დაждდომისას პირდაპირ ის ფაილი გახსნა, რომელშიც უნდა იმუშავო და რომელიც უნდა შეავსო. ანუ პირდაპირ deep work-ის ფაილი გახსნა, აკრიფო რამოდენიმე წინადადება, დაიწყო მუშაობა და შენ თვითონ მიხვდები როგორ შეყვები ამ პროცესს, რადგან ეგ ფსიქოლოგიური ეფექტია და მუშაობს. ასევე deep work-ის დროს მე პირადად ეგრე ვაკეთებ და თქვენს გირჩევთ რომ გათიშოთ ნოტიფიკაციები და გამოიყენოთ work and do not disturb მოდი, რადგან როდესაც ღრმა მუშაობაში იქნებით ჩაფლული, შესაძლოა რომ ყურადღების და კონცენტრაციის გაფანტვამ თქვენი პროდუქტიულობა ბევრად შეამციროს. და მესამე, შექმნით რუტინები. ჩემ შემთხვევაში ეს იდეალურად მუშაობს, რადგან დისციპლინა ყოველთვის იმაზე ძლიერია ვიდრე მოტივაცია. დისციპლინა როცა მიუხედავად იმისა რა ხასიათზე ხარ, რა ამინდია, რა ხდება, მაინც შეგიძლია რომ გააკეთო ის რაც გასაკეთებელია. მაგალითად, თუ 30 დღის განმავლობაში ყოველ დღე დაიძინებ 10 საათზე, შემდეგ დღეებში შენი ორგანიზმი მაგ დროს თვითონვე მოგთხოვს დაძინებას, ან მოდუნდება. შეგიძლიათ რომ შექმნათ თქვენი რუტინა და მას 30 დღის განმავლობაში მიყვეთ, ხოლო შემდეგ 10 დღე დაისვენოთ. მაგალითად, რომ ძალიან მოსაწყენი არ იყოს. მაგალითად, დაწვეთ 10 საათზე დასაძინებლად, გაიღვიძოთ დილის 7-ზე, ან 6-ზე. უმჯობესია რა თქმა უნდა, რომ გაღვიძებისას ეგრევე ადგეთ, გააკეთოთ მედიტაცია, წაიკითხოთ წიგნი 20 წუთი და შემდეგ ეგრევე დაიწყოთ მუშაობა თუ სახლიდან მუშაობთ. ან ივარჯეთ. მე ეგრე ვაკეთებ. თან ყველა ეტაპის შესრულებისას მაქვს ფორმატი, რომელზეც წიჭკას უსვავ, რითაც ტვინი კმაყოფილების შეგრძნებას და ჯილდოს იღებს და მზად არის რომ შემდეგ ეტაპზე უფრო მარტივად გადავიდეს. ხოლო deep work-ის ფაზა მაქვს მე პირადად დილის 8-დან 11 საათამდე, როცა მაქსიმალურად ვცდილობ მოვახდინო კონცენტრაცია მნიშვნელოვან ტასკებზე. ხოლო 11 შემდეგ ზარები, კომუნიკაციის ნაწილი, რასაც მაინც არ სჭირდება ხოლმე ღრმა კონცენტრაცია. თქვენ ტვინი ამას დაიმახსოვრებს და სხეულის შესაბამისად იქნება მომართული, იმიტომ რომ მაგახსენებათ რომ ჩვენ იდეალურად აწყობილი ბიორობოტები ვართ და გარკვეული დროის შემდეგ თქვენი ორგანიზმი ეჩვევა თქვენს რუტინას, გადის მასთან ადაპტაციას და ენერგიის ლეველებით სამუშაო საათებში, ან იმ დროს როცა deep work-ს აკეთებთ, ღრმა სამუშაოს ასრულებთ, ანუ როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ, მაშინ უფრო მაღალია. რა თქმა უნდა, რუტინა უნდა იყოს ინდივიდუალური, თქვენზე მორგებული და უნდა ეყრდნობოდეს თქვენი ენერგიის პიკებს. ზოგიერთ მათგანს დილას აქვს საუკეთესო კონცენტრაცია, ზოგიერთ საღამოს, ზოგიერთ შუადღეს, არ ვიცი, ყველაფერი ინდივიდუალურია. თქვენმა უნდა შეისწავლოთ თქვენი თავი და შემდეგ მოარგოთ თქვენი რუტინა. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული საქმეები მაშინ შეასრულოთ, როცა გაქვთ ენერგიის პიკი. ზოგადად ყველაზე პატარა ჩვევები ხანდახან ყველაზე მეტ შედეგს იძლევა. მაგალითად, კომპიუტერის გახსნისას თუ Facebook-ის სკროლვის ნაცვლად პირდაპირ გახსნით რაღაც deep work-ის დოკუმენტს, თქვენვე ნახავთ რა შედეგი გექნებათ მალევე, ანუ იმ დღესვე, მეორე დღესვე. James Clerk-ის წიგნში ატომური ჩვევები ხაზგასმულია, რომ 1%-იანი ყოველდღიური გაუმჯობესება წლის ბოლოს 37 ჯერ უკეთეს შედეგს იძლევა. ანუ თუ ყოველდღე 1% გაუმჯობესდები, ერთ წელიწადში 37 ჯერ უკეთესი გახდები. ხოლო ესეთი პატარა მოქმედებებით, როგორც deep work-ის დოკუმენტს გახსნა, ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დრო პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. შემდეგ შეგიძლია ეს პატარა ჩვევები ერთმანეთზე დააშენოთ, მაგრამ მაგაზე ალბათ სხვა ვიდეოში ვისაუბრებ. თუ მოგწონთ მსგავსი სტილის კონტენტი, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. ზოგადად ჩემთვის
არ აქვს დიდი მნიშვნელობა რამდენი კაცი უყურებს. ამ ბოლო დროს ხშირად ხვდება კომენტარი რომ უკვირთ რატომ ყავს ასე ცოტა გამომწერი, რაც სასიამოვნოა დასაკითხად, თუმცა მიმაჩნია რომ ხარისხიან კონტენტს ვქნი და თუ 1000 კაცი ნახავს, ეს ძალიან მაგარი იქნება. იმიტომ რომ 1000 კაცი არის აი ამდენი და ასე რომ გამოიწერეთ არხი, ეს ძალიან დიდი мотиваცია იქნება, რათა კვლავ შევქმნა და გაგიზიაროთ ღირებულება.